მოგესალმებით. როდესაც საქართველოს პატრიარქის გასვენების დღე იყო 22 მარტს 2026 წლის, მე საინფორმაციო საშუალებებით დილით შევიტყვე, რომ პატრიარქის ცხედრის წინ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ მსოფლიოს პატრიარქის გვერდით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს იყო შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სხვა ასეთი ოცნების წარმომადგენლები და მაშინვე გამოვხატე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით და გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ ჯერ ერთი ეს არ იყო პარტიული შეკრება, მერე მეორე, ამ პირებს არ ჰქონდათ უფლება გამოეყენებინათ ის ტრიბუნა, სადაც იქს მდებარეობდა, იმიტომ რომ ის ელექტორატი, ის ხალხი, 100,000-ობით და მილიონობით ალბათ ადამიანი, რომელიც იქ იყო მისული, მათ ელექტორატს ნამდვილად არ წარმოადგენდა და მათი ყურადღების მიპყრობა იმ ტრიბუნიდან დაუშვებელი იყო. და ეს ცოტა უსინდისობაც გამოდიოდა, ასე ვთქვათ, და კიდევ მიზეზი ის იყო, რომ მთელი მათი მმართველობის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება ყოველთვის უსმენდა პატრიარქს, ყოველთვის უსმენდა სასულიერო პირებს, რაც დასტურდებოდა ამ სუსის მიერ გამჟღავნებულ ფაილებში, სადაც ბევრი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სახელები და გვარებიც იყო, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, მაგრამ იმ Facebook პოსტზე, რომელიც მე გამოვაქვეყნე, შემოვარდნენ მთელი ოცნების, ხელისუფლების აგიტატორები, პროპაგანდისტები და ტროლების მანქანის ყველა წარმომადგენლები. მლანძღეს, მთათხეს, არ დაიშურეს საშინელი სიტყვები ჩემს მიმართ. მეძახეს არაკომპეტენტური, მე რა თქმა უნდა იმ კედელზე არ მიკადრია, რომ მათთან პოლემიკაში შევსულიყავი, ჩავწერე პასუხი გადაცემი, ცალკე მიძღვნილი, ასე ვთქვათ, ჩანაწერით გადაცემი, სადაც ასევე შემოვიდნენ ეს პირები და ასევე მლანძღეს, მთათხეს და ასე შემდეგ. ეს ჩემი პოზიცია, მე არ ვამბობ, რომ ჩემი პოზიცია აიტაცა მასმედიამმა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, მაგრამ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა შეამჩნიეს, რომ ადგილი ჰქონდა პარტიული შეკრება ოცნების მხრიდან და იმ ელექტორატის, იმ ტრიბუნის და ყველა იმ სიტუაციის გამოყენება მათი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, გასაправებლად, გასაკეთილშობისებლად და ასე შემდეგ. დაზეც ძალიან დიდი საყვედური გამოითქვა 2 დღის განმავლობაში და დღეს პაპუაშვილმა მოიფიქრა პასუხი ოპოზიციური პარტიების მიმართ და პრესკონფერენციაზე გააჟღერა პოზიცია, რომ რადგან საპარლამენტო ოპოზიციამ დახია მანდატები და არ შევიდნენ პარლამენტში, თურმე ეს ყოფილა იმის საფუძველი, რომ ოპოზიციის ადგილი არ ყოფილა სამების საკათედრო ტაძარში და მათ არ გაუგზავნეს მიწვევები. და ეს საშვები, რის საშუალებითაც თვითონაც იქ მოხვდნენ. პაპუაშვილის დღევანდელი პასუხი იყო დაახლოებით ასეთი: 2 ნიანგი მიფრინავდა, ერთი იყო მწვანე, მეორე მარჯვნივ და მისი პასუხი არაკომპეტენტური და არაადეკვატური იყო, ასე ვთქვათ. თუ პაპუაშვილს მიაჩნია ჩემი ის შეფასება მისი არაადეკვატური გამოსვლის მიმართ, რომ მე არ მაქვს სწორი შეფასება, მაშინ პაპუაშვილს შეუძლია მონახოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის კონკრეტულად რომელი მუხლი ითვალისწინებს საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებისას, რომ ოპოზიციური პარტიის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც დახიეს მანდატები, მოსაწვევი და საშვი არ უნდა გადასცემოდათ. ეხლა მე მესმის ის გარემოება, რომ შალვა პაპუაშვილის გონებრივი შესაძლებლობა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციით შემოიფარგლა და იმაზე აღარ გაუწია პასუხი, რომ იქ შეიძლება ყოფილიყო ყოფილი პრეზიდენტები, იქ შეიძლება ყოფილიყო სხვა ქუჩის ოპოზიციური პარტიები. ოპოზიცია მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიცია არ არის. სხვა ოპოზიციაც არსებობს
საქართველოში და იქ მხოლოდ ოცნების წარმომადგენლები არ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ როგორც აღნიშნეს პაპუაშვილის გონებამ ეს ვერ გაშალა საყვედურის, ეს ბოლომდე ვერ გაიგო, რა საყვედურობდნენ ეს ვიღაც ოპოზიციონერები. ამიტომ მხოლოდ ამ პასუხით შემოიფარგლა. მე დაველოდები შალვა პაპუაშვილის განმარტებას იმის თაობაზე თუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რომელი მუხლი და რომელი თავი ითვალისწინებს იმას, რომ ვინც მანდატები დახია საპარლამენტო ოპოზიციიდან არ უნდა ყოფილიყო იქ მოწვეული და საშვები არ უნდა გაგზავნოდათ ამ ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუნდაც ეს მინახონ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ უახლოეს დღეებში გამოვა გადაცემა, სადაც დიდი ყურადღება გამახვილდება ერთადერთ იმ ბრალდებაზე, იმ ადეკვატურ ბრალდებაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ წაუყენა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რატომ არის პასუხისგებაში მიცემული მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და რატომ არიან გარეთ დარჩენილი ის პასუხისმგებელი პირები, რომლებსაც ასევე უნდა დაკისრებოდათ იმ სისხლიანი 7 ნოემბრის მოწყობის გამო 10,000-ობით გამოსული ადამიანის წინააღმდეგ დაშლილი მიტინგების, ნაცემი ხალხის და ასე შემდეგ. ამაზე გადაცემაში ვილაპარაკებ. მე ვთხოვ მაყურებელს, რომ გამოიწეროს ეს არხი და დაელოდოს გადაცემის გამოსვლას, რათა არ გამოტოვოს. საკმაოდ საინტერესო იქნება ეს გადაცემა. პოსტსკრიპტუმად კი შემიძლია შალვა პაპუაშვილს მეუთითო. მე გადმოვწერე პარლამენტის საიტიდან თქვენი ძალიან ღრმად პატივცემული და კომპეტენტური შალვა პაპუაშვილის პარლამენტის მიერ შედგენილი რეგლამენტი და შეცდომებია იქ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, მოდი მონახე ის მუხლი, რაც მე გითითი აქვს. ეს სასარგებლოც იქნება შენთვის, რომ წაიკითხავ შენ მიერ შედგენილ რეგლამენტს და იპოვე კიდევ შეცდომებს და თუ შეცდომები ვერ იპოვე, მაშინ დამიკავშირდი და დაგეხმარები შეცდომების გასწორებაში. ეხლა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და კარგად ბრძანდებოდეთ.